იგავი უძღები შვილის შესახებ განმარტავს წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე. საყვარელო ძმებო და დებო, წმინდა ეკლესიამ მორწმუნეთა ამ შვილთმოყვარე დედამ, რომელიც ისინი ხსნისთვის შვა და საკუთარ თავზე იღებს ყველა საზრუნავს, რათა მისმა შვილებმა თავიანთი მემკვიდრეობა ზეცა არ დაკარგონ და ამზადებს მათ წმინდა ორმოცეულის მოახლოებული 8 წლის წარმატებით შესრულებისთვის, დაადგინა დღეს საღვთო ლიტურგიაზე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს იგავის კითხვა უძღები შვილის შესახებ. რა არის წმინდა ორმოცეულის 8 წლი? ეს სინანულის 8 წლია. ამ დღეებში ჩვენ ვდგავართ იმ დროის წინ, როდესაც უპირატესად ეძღვნება სინანულს. მისი ერთგვარი კარიბჭის წინ და ვგალობთ მობიერებით აღსავსე საგალობელს. მსრაფ განუხვენ სინანულისა ბჭენი სურსა ჩემსა ცხოვრების მომცემელო. ყველაზე მეტად რას ამჟღავნებს ჩვენი უფლისი გავი, რომელიც დღეს მოვისმინეთ სახარებაში, იგი ამჟღავნებს ზეციური მამის მიუწვდომელ უსაზრო მოწყალებას ცოდვილთა მიმართ, რომლებიც სინანულს სწირავენ, იყოს სიხარული წინაში ანგელოზთა ღვთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელ მან შეინანოს. აუწყა უფალმა ადამიანებს და მათ სინანულისკენ მოუწოდა და რათა მისი ეს სიტყვები უფრო ძლიერად აღბეჭდილიყო მსმენელების გულში, ინება მათი იგავით შევსება. სახარების იგავი მოგვითხრობს. ერთ მდიდარ კაცს 2 ვაჟი ჰყავდა. მათგან უმცროსმა მამას თხოვა ქონების კუთვნილი ნაწილი მისთვის გამოეყო. მამამ ეს შეუსრულა. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მემკვიდრეობით მიღებული ქონება წაიღო და წავიდა შორეულ ქვეყანაში, სადაც გაფლანგა თავისი ქონება, მისდევდა რა? თავშებურ ცხოვრებას. როცა მან ყველაფერი დახარჯა, იმ ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. დიდარი კაცის ვაჟს არათუ გაუჭირდა, არამედ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა. ასეთ უკიდურესობაში იგი ერთ-ერთ ადგილობრივ ცხოვრებს მიეკედლა და მან თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების წემსად. უბედური და შიმშილით გატანჯული მოხალული იქნებოდა იმ ყველაზე უხეში საკვებით აევსო მუცელი, რომელსაც ღორები ჭამენ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ ვითარებაში საბოლოოდ მოვიდა გონს და გაიხსენა, რა სიუხვით იყო სავსე მამის სახლი და გადაწყვიტა მამასთან დაბრუნება. თავის ფიქრებში მან მოამზადა მამის მოსლმობიერებლად ცოდვის აღიარება, თავისი უღირსობის აღიარება და თავდაბალი თხოვნა უკვე არა მამის ოჯახში ჩარიცხვისა, არამედ მამის მონების და მოჯამაგირეებს შორის. ასეთი გულის ნადებით დაადგა უმცროსი ვაჟი გზას. ჯერ კიდევ შორს იყო მშობლიური სახლიდან მამა მისმა, რომ დაინახა და შეებრალა. მის შესახვედრად გაიქცა, მოეხვია და კოცნა დაუწყო. როცა შვილმა გამზადებული აღსარება და თხოვნა წარმოთქვა, მამამ მსახურებს უბრძანა. მოიტანეთ საუკეთესო ტანსაცმელი. შემოსეთ იგი,
ბეჭედი შეაბით ხელზე და ფეხზე შემოსეთ. მოიყვანეთ და დაკალით ნასუქი ხბო, ჭამოთ და ვიხარებდეთ. ეს ჩემი ძე მკვდარი იყო, მაგრამ გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. უფროსი ვაჟი, რომელიც მამამ მუდამ მამის ნებას მორჩილებდა, მინდორში იმყოფებოდა და ნადიმობისას სახლში დაბრუნდა. მას უცნაურად მოეჩვენა მამის საქციელი უმცროსი ვაჟის მიმართ, მაგრამ მამა სიყვარულის სიმართლით შთაგონებული, რომლის წინაშეც ყველა სხვა სიმართლე მწირია, უმნიშვნელოა, შეეწინააღმდეგა მას. შვილო ჩემო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ყველაფერი რაც ჩემია შენია. შენ კი უნდა გაიხარო და გამხიარულდე იმის გამო, რომ ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. უმცროსი ძე წმინდა მამათა განმარტებით შეიძლება იყოს მთელი დაცემული კაცთა მუდმა და ყოველი ცოდველი ადამიანი. ქონების უმცროსი ვაჟისთვის კუთვნილი ნაწილი არის ღვთის ნიჭები, რომლებითაც აღსავსეა ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ქრისტიანი. ღვთის ნიჭებიდან ყველაზე აღმატებულია გონება და გული, განსაკუთრებით კი სულიწმინდის მადლი, რომელიც ყოველ ქრისტიანს ეძლევა. ქონების კუთვნილი ნაწილის სურვილისამებრ გამოყენების მოთხოვნა მამისაგან არის ადამიანის მისწრაფება, დაამხოს ღვთისადმი მორჩილება და მიყვეს საკუთარ გულისიტყვებს და სურვილებს. მამის თანხმობა ქონების გაცემაზე ასახავს ღვთის ნიჭების გამოყენებით თავისუფლებას, რომლითაც ღმერთმა პატივი სცა ადამიანს. შორეული ქვეყანა ცოდვილი ცხოვრება, რომელიც გვაშორებს ღმერთთან და გვაუცხოებს მისგან. ქონების დაფლანგვა არის გონების, გულისა და სხეულის ძალების ამოწურვა, განსაკუთრებით კი სულიწმინდის შეურაცხყოფა და საკუთარი თავისგან განდევნა ცოდვილი საქმეებით. უმცროსი ვაჟის სიღატაკე ეს არის სულის სიცარიელე, ცოდვილი ცხოვრებისგან წარმოშობილი. შორეული ქვეყნის მუდმივი მკვიდრნი არიან ამ საუკუნის სოფლის პრობლემი, დაცემული სულები, მუდმივ დაცემაში ღვთისგან გაუცხოებაში მყოფნი. ცოდვილი ემორჩილება მათ გავლენას. უწმინდური ცხოველების კულტი არის ცოდვილი აზრები და გრძნობები, რომლებიც ცოდვილის სულში ტრიალებენ, ძოვენ მის საძოვარზე. ისინი ცოდვილი საქმიანობის გარდაუვალი შედეგებია. ამაოდ განიზრახავდა ადამიანი ამ აზრებისა და შეგრძნებების ჩახშობას მათი ასრულებით. ისინი ყველაზე დაუსრულებელია. ადამიანისთვის შესაძლებელი ნებითი აზრებისა და ოცნებების აღსრულებაც კი არ ანადგურებს მათ. იგი მათ გაორმაგებული ძალით აღგზნებს. ადამიანი შექმნილია ზეცისთვის, მხოლოდ ჭეშმარიტი სიკეთე შეიძლება იყოს მისთვის დამაკმაყოფილებელი, სიცოცხლის მომცემი საზრდო. ბოროტებას, რომელიც თავისკენ იზიდავს და ხიბლავს დაცემით დაზიანებული გულის გემოვნებას, მხოლოდ ადამიანური თვისებების დარღვევა შეუძლია. საშინელია სულის სიცარიელე, რომელსაც ცოდვილი სიცოცხლეში შობს. აუტანელია ტანჯვავნებითი, ცოდვილი ფიქრებისგან და გზნობებისგან, როცა ისინი სულში
ფუთფუთებენ როგორც მატლები, როცა ისინი მათ დამორჩილებულ სულს აწვალებენ, სულს რომელზეც ძალადობენ, არც თუ იშვიათად ცოდვილი, რომელიც იტანჯება სასტიკი ფიქრებით, ოცნებებითა და აუსრულებელი სურვილებით თავდაგვირებამდე მიდის. ხშირად იგი ხელყოფს თავის საკუთარ სიცოცხლეს, როგორც დროებიც, ისე მარადიულს. ნეტარია ის ცოდვილი, რომელიც ამ მძიმე ჟამს გონს მოეგება და გაიხსენებს ზეციური მამის უსაზღვრო სიყვარულს, გაიხსენებს განუზომელ სულიერ სიმდიდრეს, რომლითაც უხმობს ზეციური მამის სახლი, წმინდა ეკლესია. ნეტარია ის ცოდვილი, რომელიც საკუთარი ცოდვით შეზრწუნებული მოინდომებს სინანულით განთავისუფლდეს დამთრგუნველი სიმძიმისაგან. სახარების იგავიდან ჩვენ ვსწავლობთ, რომ წარმატებული და ნაყოფიერი სინანულისთვის ადამიანის მხრიდან აუცილებელია საკუთარი ცოდვის ხედვა, მისი გაცნობიერება, მისი მონანიება და აღიარება. ღვთისაკენ ასეთი გულის ნადებით მოქცეულს ვიდრე შორზღა იყო, ღმერთი ხედავს და უკვე ისრაფის მის შესახვედრად ეხვევა, ეამბორება მას თავისი მადლით, როგორც კი მონანულმა წარმოთქვა ცოდვის აღიარება, მოწყალე უფალი უბრძანებს მონებს, საკურთხევლის მსახურებს და წმინდა ანგელოზებს. შემოსონ იგი უბიწოების ნათელი სამოსით. ჩამოაცვან მას ხელზე ბეჭედი, განახლებული ერთიანობის მტკიცებულება მიწიერ და ზეციერ ეკლესიასთან. ფეხზე ჩააცვან, რათა მისი საქმიანობა დაცული იყოს სულიერი ეკლესიისგან, მტკიცე დადგენილებებით. ასეთი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელებს ქრისტეს ცნებებით. სიყვარულის ქმედებების დასასრულს დაბრუნებული ვაჟისთვის სიყვარულის სუფრა იშლება, რისთვისაც ნასუქი ხბო იკვლება. ამ ტრაპეზით აღინიშნება საეკლესიო ტრაპეზი, რომელზეც სთავაზობენ ცოდვილს, რომელიც ღმერთს შეურიგდა სულიერ უხრწნელ საჭმელსა და სასმელს, ქრისტეს დიდი ხნის წინ აღთმულს კაცობრიობისთვის, ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით გამზადებულ დაცემული კაცობრიობის მის დაცემის წუთებამდე. სახარების იგავი ღვთაებრივი სწავლებაა. ის ღრმა და ამაღლებულია, მიუხედავად ადამიანური სიტყვის არაჩვეულებრივი სიმარტივისა, რომლის შემოსვაც ინება ღვთის სიტყვამ. ბრძნულად დაადგინა წმინდა ეკლესიამ ამიგავის სახალხოდ წაკითხვა მომავალი 40-ეულის წინ, რომელი ამბავი შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი ცოდვილისთვის, რომელიც დაბნეული დგას სინანულის კალიფჭის წინ, თუ არა ცნობა ზეციური მამის უსასრულო და გამოუთქმელი წყალობის შესახებ მონანული ცოდვილების მიმართ. ეს მოწყალება იმდენად დიდია, რომ მან განაცვიფრა თვით წმინდა ანგელოზები, ზეციური მამის პირმშოძეები, რომლებსაც მისი არც ერთი მცნება არასდროს დაურღვევიათ. თავიანთი ნათელი და მაღალი გონებით ისინი ვერ ჩაწვდნენ ღვთის მიუწვდომელ მოწყალებას დაცემული კაცობრიობის მიმართ. მათ სჭირდებოდათ ამ საკითხზე ზემოდან გამოცხადება და ზემოდან გამოცხადებიდან ისწავლეს, რომ მათთვის აწმხიარულება და სიხარული ჯერ არს. რამე თუ ძმა მათი კაცთა მოდმა მომკვდარი იყო და გაცოცხლდა, აწმუნდული იყო და იპოვა გამომსყიდველის მეშვეობით. ესრეთ იყოს სიხარული წინაში ანგელოზთა ღვთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელ მან შეინანოს. საყვარელ ძმებო და დებო,
დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ წმინდა 40-ეულის 8 წლისთვის მოსაზრდებლად წმინდა ეკლესიის მიერ დანიშნული დრო. გამოვიყენოთ იგი ღვთის დიდ მოწყალებაზე ჭვეტისთვის ადამიანებისა და ყოველი ადამიანის მიმართ, რომელსაც სურს ჭეშმარიტი სინანულის გზით შეურიგდეს და შეუერთდეს ღმერთს. ჩვენი მიწიერი ცხოვრების დრო ფასდაუდებელია. ამ დროს ჩვენ წყვეტთ ჩვენს მარადიულ ხვედრს. დაე მოგვანიჭოს ჩვენი მარადიული ხვედრის გადაწყვეტა ჩვენი ხსნისთვის, ჩვენი სიხარულისთვის. დაე უსაზღვრო იყოს ჩვენი სიხარული. დაე შეუერთდეს იგი ღვთისმინდა ანგელოზების სიხარულს. დაე აღსრულდეს და აღივსოს ანგელოზებისა და ადამიანების სიხარული ზეციერის მამის ნების შესრულებაში, რადგან ესრეთ არა არს ნება იმ ამისა თქვენითა შესაცა, რათა წარწყდეს ერთი მცირეთა ამათაგანი, ადამიანთა შორის ცოდვით დამცირებული და შეურაცხყოფილი. ამინ. აი მთავარი არსი ჩვენი დღევანდელი იგავისა ეს არის მონანული ადამიანის მოტრიალება ღმერთთან, ჩვენ ვინც ჩვენი ცოდვებით ჩავიფერეთ ჭაობში, ჩვენი უსამართლობით, ჩვენი უამრავი ბიწიერებით გავართ უძღებ შვილს, მამას ვთხოვეთ ჩვენი წილი. მან მოგცა ჩვენ უხვად თავისი წყალობით ადამიანს ყველაფერი, შენ ეს გააბნიე, წარაგე, შეურაცხავე შენი ხატება, მსგავსება, ყველაფერი გააფუჭე. რაც კი გვერდთან მოგცა და აი ახლა ხარ ცოდვებში და გონს მოეგე. აი რაღაცა მარცვალი დაგჭა, ამას მოგატრიალა. გაიხსენე ღვთის მოწყალება უსაზრო. მიტრიალდი მამასთან. ეუნე მე არა ვარ ღირსი რომ შენი ძე ვიყო, შენი მონა გამხადე. და ის შენ ისე ვისე გაბრუნებს იმ ხარისხს, რომელიც გქონდა. თავის ძედ გაქცევს. აი რა არის სინანული და რა არის მოწყალება ღვთისა. შენ მარტო მოინდომე. მოტრიალდი და ის გამოიქცევა შენსკენ. ჯერ კიდე შორს იყო ეს ჭაბუკი მამის სახლიდან. მამამ დაინახა და გამოექანა მისკენ. აი ეს არის დამოკიდებულება ადამიანისა და ღმერთისა. თუ შენ აი ოდნავ მაინც ნანობ შენ სოდებს, ტრიალდები, აი ღმერთო მაპატიე, შევცოდე, აი აღარ ვიზავ. მომეცი ძალა რომ ეს აღარ ჩავიდონე ჩემი სოდები. ღმერთი მაშინვე გპატიობს. და შენ ისევ ისე აყვანილი ხარ ძეობის ხარისხში. ჩვენ წინ გველოდება დიდმარხვა, საცა ადამიანი უმეტესწილად გამოხატავს სინანულს, გამოსწორებას თავისი ძველი ცხოვრებიდან, თხოვნას ღმერთზე პატიებისა, მან შეიწყალოს, ცოდები აპატიოს და ეს იგავიც ყოველთვის იკითხება ხოლმე მარხვის წინა პერიოდში. ეს არის ნუგეში ყველა ცოდველი ადამიანისა. აი დღეს აზრები ალბათ სავსე უნდა იყოს დღევანდელ დღეს, უძღებიშვილის კვირას. როცა ბევრი ჩვენთაგანი აზარში ვეღარ მოდის. ზოგიერთი ამბობს, მერიდება მე უყალმისვლა. ზოგიერთს შეეშალა და სიცხვლის ზნობა აქვს. ან რაღაცა, უამრავი რაღაცა ქვენა გზნობები. ამას ადამიანს ეშმაკი აზრებს, ეშმაკი აწვდის, რომ ის არ მოტრიალდეს მამის წიაღში, ტაძარში. ამიტომ ის გაურბის აი ამ გზნობებით რაღაცა
თავის აი ამ წმინდა ადგილს, ცხონების საშუალებას და კვლავ ცოდვებში ეფლობა. უნდა ადამიანი გამოფხიზდეს, თავის მდგომარეობა შეაფასოს, დაინახოს, რომ ის ცოდვებში მისი ხსნა არის მარტო უფალი იესო ქრისტეში. მას სხვა ვერავინ ვერ გადაარჩენს. ვერც ადამიანს, ვერც ოჯახს, ვერც ქვეყანას. უნდა მოტრიალდე, ღმერთს პატიებას თხოვო და ღმერთი გპატიობს. ნახეთ, ანგელოზებიც კი ვერ ჩაწვდნენ მაცხოვრის მოწყალების არსს. ანგელოზები, როგორც აი მამები აღნიშნავენ, როცა მაცხოვარი განკაცდა ჯვარზე გაეკრა, დუმილით უყურებენ მას. ვერ ხვდებიან რა ხდება. როგორ შეიძლება ღმერთს ჰქონდეს ამხელა მოწყალება ცოდვილი ადამიანის მიმართ. ადამიანმა მისთვის მოსული განკაცებული ღმერთი, რომელმაც მას შვილი გაუცოცხლა, თქვათ, მკვდარი აღუდგინა, ეშმაკეული განუკურნა და აი მამამ, თქვათ, ძმამ და მაცხოვარს ამის მერე მაინც ჯვარი მიართვა სამადლებლად. ღმერთმა მაინც აპატია ადამიანს თავის აიას აქციელი. აი ამას ვინ შეძლებს ამას? თუ არა ჭეშმარიტი ღმერთი. აი ეს ღვთის აი ამხელა მოწყალება ვერ გაიგეს, ვერც ანგელოზობა ვერ გაიგეს. როგორ შეიძლება ეს ასე ყოფილიყო? ეს ჭყალებში ერთგვარი უსამართლობაა ღვთისგან, ჭყალებში. წარმოუდგენელი უსამართლობაა, როგორ? სადაა სამართლიანობა? რომ შენ უნდა დაისაჯო სამართლიანად, მაგრამ არა, ღმერთი მაინც გპატიობს. ოღონდ მოინანიე. ოღონდ თქვი, შემინდე, შემეშალა. ოღონდ გამოასწორე. აი რა მარტივი გზა არის კურნებისთვის. თუ ადამიანს ხო რაღაც დაუზიანდება ორგანო, მიდის ექიმთან, ექიმი უნიშნავს სწავლობას, დიეტებს, რა ვიცი, ორთვიანი, სამთვიანი, ერთწლიანი, ომერშება ამოყვეთ რაღაც ორგანო. და შენ მარტო იძახი, მაპატია და პატიობს ღმერთი. აი ამაზე მარტივი კურნალობა რა შეიძლება იყოს? მარტო ვამბობ, ღმერთო, შემინდე და ღმერთი პატიობს. შენ ვინც კაცი მოკალი, იმრუშე, აბორტები გაიკეთე, რა ვიცი, რეები არ გააკეთე. დააობლე ოჯახები და დახოცე მთელი ხალხი. ეუბნები ღმერთო, აპატიე და გპატიობს. აი მეტი რა უნდა ღმერთმა დაგანახოს შენ, რომ მოგატრიალოს თავისკენ. ხოდაი ჩვენ ახლა სინანულის ჭესთან ვდგევართ ახლა მარხვისენა პერიოდში. და ყველა მოვინანიო ჩვენი ცოდვები. ღმერთს პატიება ვთხოვოთ ჩვენს ძმებს და დებს, ვინც ახლა აქ არ არიან. და ეს იგავი არ მოსმენთ, იმათ უთხრათ, რომ იცით, თურმე ეკლესიაში რა ხდება? მოდი ისე მოწვიე და გეპატიება ყველაფერი. მათ გავაგებინოთ. და ჩვენ ხო ვიცით, ვინც თქვათ ეკლესიაში მოვიდა, ახლა ვეღარ მოდიან, აღარ დადიან. დაბყოდნენ რაღაცების გამო. მათ ვამცნოთ, რომ აი მამის მოწყალება უსაზღროა, შემთავარია მას სხოვა პატიება და ის პატიებს და მოგიტევებს. და ღმერთმა ამისი უნარი მოგცეს ჩვენ ცოდვების შეცნობისა. ახეთ ეს ჭაბუკი გონს მოეგო. ანუ რო სოდავ, უნდა შენ გააცნობიერო ეს, რომ ცოდვებში ხარ ჩაძერული. აი ხანდახან ხდება ეს ადამიანი ისე ეფლობა, რომ ცოდვა აღარ აძლევს მას დაფიქრების საშუალებას. გახსოვთ მაცხოვრის ჯვარცმა როგორ
დაჩქარებულად მოხდა. რომ ადამიანი ვერ მიხვდარი იყო რა ხდება. აბა ჩქარა უცბად სხვა ჯვარს გააკეთეს. რამოდენიმე საათში. შედგა სასამართლოები, რაღაცა ატარეს პალატებში, აქეთ-იქით, გაროზგეს, დალი წაუყენეს, დაუმძიმეს და ჯვარზე გააკეთეს. რამოდენიმე საათში. რომ ხალხი ვერ მიხვდარი იყო რა ხდებოდა. მან ვერ გაანალიზებინა. ჩვენც ესე ვართ ხანდახან. სოდვაში რომ ვარდები, მე ვეღარ აანალიზებ რა მდგომარეობაში ხარ. გაჩქარებს, გიმძიმებს და გაჩქარებს. ამიტომ უნდა შენ რაღაცა შეიცნო შენი მდგომარეობა, მოტრიალდე, ღმერთს პატიება სთხოვო და უფალი ისევ შენ ჩაგაცმევს, დაგახურებს, სანდლებს, ბეჭედს და დაგიკლავს ზოდაღ ჭამებულს. რომ იხარებდე და გადარჩე. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაგურთოთ.